კიდევ ერთხელ გამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარია ბატონი ალექსანდრე რუსეცკი. ესე იგი და ბატონო ალექსანდრე გამშვიდობისა მოგესალმებით, მადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი და რაღაცა საოცარი შემადგენლობა აქვს თქვენს განათლებას, ფსიქოლოგია, ისტორია, კონფლიქტები, სამშვიდობო პროცესი, მართლაც საინტერესოა ეს მართვა კონფლიქტების და სამშვიდობო პროცესის. აი დღევანდელ სოფლიოში, დღეს საქართველოში, ჩვენ სამეზობლოში, აი რა დღეს კონფლიქტების მართვა უფრო აქტუალურია თუ სამშვიდობო პროცესების მართვა? მოდით ფსიქოლოგიურად დავიწყოთ. ხო, აი ფსიქოლოგია ამას ხო საინტერესოა ფსიქოლოგიურად კონფლიქტების და სამშვიდობო პროცესების. ხო, პირველ რიგში მივესალმებით თქვენ მაყურებლებს, გილოცავთ მარიამობას. გაისწორეთ მიკროფონი თუ შეიძლება. დიახ. მარიამობას გილოცავთ, ყველას უსურვებ წარმატებას, ბედნიერებას. ის რაც ჩვენ ხშირად გვაწუხებს, ხო, ვთქვათ, მოუგვარებელი პრობლემები, ვთქვათ ასე, ხო? კაი სიტყვა არის პრობლემა, უფრო კარგი ვიდრე კონფლიქტი. თვალსაზრისით რომ უშუალოდ პრობლემაა და ვიცით რომ პრობლემა არის. მაგრამ ამავე დროს ასე ვთქვათ, ჩვენ რო კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, ყველა ის კონფლიქტი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენს გარშემო არსებობს, მათ შორის სამხედრო პოლიტიკური კონფლიქტები, ხო, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოყვება და ასე შემდეგ, ხო? სხვადასხვა პრიზმიდან, სხვადასხვა განზომილებიდან, სხვადასხვა ღირებულებათა ჩარჩოდან, ხო, სხვადასხვანაირად ჩანს. ესე იგი, აი მაგალითად ცნობილი მეცნიერი ლუის კოზერი, ასე ვთქვათ, ის ეძახდა იმას, რომ ესე იგი სხვადასხვა საზოგადოება და ამ საზოგადოებაში შესაბამისად პიროვნებები ფსიქოლოგიურად სხვადასხვანაირად მოწყობილები და არსებობს ტიპი საზოგადოების, რომელიც კონფლიქტს განიხილავს როგორც უარყოფით მოვლენას, რომელსაც მოყვება ტრაგედიები და კატასტროფები. შეიძლება კონფლიქტი როგორც დადებითი მოვლენა ესე განიხილოს. ესე ვთქვათ, სხვა ტიპის საზოგადოების, ხო, განიხილავს კონფლიქტს როგორც მოცემულობას, რომელიც უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ უკეთესობისკენ გავითარდეს. აი მაგალითად ისრაელის ვარიანტი და თუნდაც აი ტრამპის სამხედრო გემების შეყვანა, ამერიკის სამხედრო გემების შეყვანა დაუშვათ ყარიბის აუზში. ეს არის აქტი, გარკვეული აქტი არის, ხო, შეყვანა, მაგრამ ჩვენ ხა კონფლიქტზე ვსაუბრობთ. არა, მე რისი თქმა მინდა და აი რუსეთის უკრაინაში ეს კონფლიქტი როგორ ანუ ესეც მოცემითია, ვის როგორ აწყობს, ხო? აი ეგრე გამოდის. ვილაპარაკოთ ნებისმიერ კონფლიქტზე, მაგრამ მოდით ჩვენ იმას მივხედოთ. საქართველოს თავს მივხედოთ. კი ბატონო. ესე იგი, ნებისმიერი ტიპის კონფლიქტი რო ავიღოთ. თუ გდებათ მაგალითად დღევანდელ პოზიციასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება, ხო? ბევრი განეხილავს ამას როგორც ტრაგედიას, როგორც კატასტროფას, უბედურებას, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ დავინახოთ, ესე ვთქვათ, რაციონალური მარცვალი იმაში, რა პროცესებიც მიმდინარეობს, რატომ თუ ჩვენ განვეწყობით, ხო, და დიდებული უშუალოდ თეორეტიკოსი იყო დიმიტრი უზნაძე, განწყობის თეორიით, ხო, თვითონ სიტყვა განწყობა, ხო, ესე ვთქვათ, ძალიან ღირებული სიტყვა, ეს არის კაპიტალი, ეს არის უშველებელი კაპიტალი, რომელიც საგანძურად დაგვიტოვა ამ დიდმა მეცნიერმა, ხო? თუ ჩვენ განწყობას შევცვლით რაღაც მოლოდინების მიმართ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიღოთ ესე იგი ამონაგებია ამ პროცესიდან რა. ჩვენ ხედავთ რომ ეს გადარეული არის მთელი სამყარო, ხო? ჩვენ ფაქტობრივად ვერ შევქმნით ესეთ წოდებულ ჰომოგენურ საზოგადოებას, ანუ საზოგადოებას, რომლის სხვა ნაწილი არ არის ერთმანეთთან განსხვავებული. რა ეს ბოლშევიკების იდეა იყო, რომ ფაქტობრივად განედევნათ სუყელანი და შეექმნათ ესე ვთქვათ ერთი უშუალოდ ტიპის სისტემა. კოლექტიური რაღაც. ნუ ერთი სადაც არ იქნება და არც მღვდელი, არ იქნება არც უშუალოდ კაპიტალისტი, არ იქნება ასე ვთქვათ მოკლედ პრიმიტიულ საზოგადოებრივ ფორმაციამდე დაყვანა, რედუქციონიზმი ქვია ეს. ხო, შორის ეხლაც არის ამის ცდილობები, რომ ეს პრიმიტიული ეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნება მიყევ ხარ მაკეთკე, ხო, პრიმიტიული მარკის მოდელები. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ გავითარებისკენ წავიდეთ და გავითარებული საზოგადოება ვიყოთ, მაშინ ჩვენ აზროვნებაზე უნდა ვიფიქროთ, ხო? თუ ჩვენ აზროვნებას შევცვლით, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენივე ეროვნულ და საერთაშორისო მეცნიერებაში არსებულ რესურსებს, ხო? ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს თუ გამოვიყენებთ, ბოლო-ბოლო და რეგიონულ კავკასიურ ტრადიციებს თუ გამოვიყენებთ, ხო? ვიხდებით რომ ძალიან მდიდრები ვართ რა. ახლა რატო ვიძახი რომ მდიდრები ვართ?
იმიტომ რომ ნახეთ კიდევ ერთი სტერეოტიპი რომ სიმდიდრე ხო ასოცირდება ეხლა რასთან ნავთობთან დაუშვათ ოქროსთან მინერალებთან და ასე შემდეგ ანუ მატერიალურ ასე ვთქვათ კაპიტალთან არამატერიალური კაპიტალი არ არის? რა თქმა უნდა არის. ხო? ესე იგი შესაბამისად, ახლა ჩვენ რა ვიღოთ თანამედროვე ბიზნესი და თანამედროვე უშუალო ტექნოლოგიები, ხო? არამატერიალური კაპიტალი უფრო დიდ ღირებულებას იძენს, ხო, ასე ვთქვათ. ერთ პატარა кейსში შეიძლება ჩაეტიოს მთელი უშუალოდ კორპორაცია. ხო? არავით არის ასე ვთქვათ აქტივები, გარდა უშუალოდ საინფორმაციო უშუალოდ აქტივებისა, ხო? შესაბამისად, ინფორმაცია არ არის მატერიალური კაპიტალი. ესე იგი, გამომდინარე აქედან თუ ჩვენ სწორედ დავაყენეთ საკითხი და სწორედ ვმართეთ ჩვენი უშუალოდ საზოგადოება, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვაგვარებთ არსებულ პრობლემებს, არამედ ბევრ ქვეყანას გავასწრებთ. ახლა მაგალითად მე ყოველთვის მომყავს აი ბოლო განსაკუთრებით ერთი წლის განმავლობაში ჩვენი სპორტსმენები რა სამაგალითოდ რა. სპორტსმენები ხო იგივე საზოგადოებას წარმოადგენენ როგორც და ჩვენი მოქალაქეები, ხო? მაგრამ რაშია ასე ვთქვათ მიზეზი იმისი, რომ ესე იგი აი ამ სექტორში, ხო, არის ეგეთი წარმატებების კასკადი. ხო? გილოცავთ მაგალითად ჩვენი კალათბურთელების გამარჯვებას ესპანეთის ნაკრებში, ხო? ძალიან უშუალოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცით რა არის ერმა ჩვენმა საზოგადოებამ 30 წლის განმავლობაში დაკარგა გამარჯვების იმედი რა. ძალიან საინტერესო ცნება არსებობს გამარჯვების ფსიქოლოგია. აი ჩვენი ფაქტობრივად ფსიქიკა ხო გადაეჩვია გამარჯვებას და შეიქმნა იცით რა ვიქტიმური კომპლექსური ეგეთი დათრგუნული ესე ჩვენ არაფრის გამკეთებლები არასად არ ვარგი ვართ დანამატი ვართ ყველგან და ყველაფერში და არ ამტკიცებენ რომ არა ვარ დანამატი. უბრალოდ უნდა ავიღოთ და პოზიტიური გამოცდილება გავამრავლოთ. ხო ესე იგი თუ ეს სპორტის სექტორში არის შესაძლებელი რატო არ შეიძლება ქართულ მეცნიერებმა დაუშვათ ჩვენმა კულტურის და ასე შემდეგ ესე იგი უფრო მეტი გააკეთონ ვიდრე დღეს აკეთებენ და შესაბამისად სისტემამ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი აი ამ ხო мотиваცია უნდა არსებობდეს აუცილებლად ამის. თქმა უნდა. აი სპორტისთვის ეს мотиваცია შეიქმნა. მართალბრძანდებით, კი, ეკონომიკური ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხაზგასმით мотиваციაა და მართლაც პასუხისმგებლობას უფრო დიდს განიჭერს და ასე შემდეგ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს мотиваცია, აი ჩვეულებრივ ადამიანს ხომ სჭირდება ეს мотиваცია. ყველას ყველაფერში ყოველთვის სჭირდება და დასჭირდება. აი ამ мотивაციის გარეშე თართულია ამის გაკეთება. რატომ არ ფიქრობს ამაზე ხელისუფლება, რომ мотиваცია სჭირდება? აი, მოდით ახლა ვილაპარაკოთ რაზე, იცით რომ ჩვენ ხშირად ხო, ასე ვთქვათ, ვამარტივებთ სიტუაციაში და მოვითხოვთ იმადგან ვით ძალაუფლებაში არის რაღაცა. ნუ იცით რა, თუ საზოგადოება არ ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში ნინო არ ჩამოყალიბდა ესე იგი ზუსტად მოტივი ხო თუ არ ჩამოყალიბდა ესე იგი სურვილი იმისი რომ რაღაცა შევცვალოთ ხო ეს მესიჯი ჯერ ერთი არ მივა გადაწყვეტილების მიღებამდე რა და მე რომც მივიდეს ხო ამას ჭირდება გარკვეული კრიტიკული მასა თანამოაზრეების რა რომელსაც მოდით შევცვალოთ რა ესე იგი ეს მიმართულება რა იგივე რა დააშავა ქართულმა ფსიქოლოგიამ ასეთ მდგომარეობაში ვარ მთელი ფსიქოლოგია ხო იქნება ნორმალური ესე იგი რომელიმე საზოგადოებაში გაბედავდნენ და დიმიტრი უზნაძის სახელობის ესე თქვა ინსტიტუტს დახურავდნენ ხო ხო არ დახურავდნენ ხო იგივე მეცნიერება ძალიან უჭირს ნებისმიერ სხვა დარგს შეეხება იგივე ხო კი ბატონო ხო და მეცნიერებას რო უჭირს ხო იმას კი არ უნდა შეხედოს მეცნიერებმა რა უშოთ პოლიტიკურ მოღვაწეებს საკუთარ თავს შეხედონ რაში არის პრობლემა იცით რაში არის პრობლემა ძალიან მარტივი არის მეცნიერება და მოცოდნეობა როგორც დარგი ხო საქართველოში არ არსებობს ჩვენ არ ვსწავლობთ ესე იგი მეცნიერულად იმას თუ რა ხდება მეცნიერებაში გამიგეთ? და მეცნიერება აღარა გვაქვს. არა, გვაქვს ჩვენ მეცნიერება. გვაქვს. მე თქვენ გარწმუნებთ რომ ჩვენ მეცნიერება გვყავს და ძალიან ძლიერი მეცნიერები დღესაც არის, მაგრამ აი სწორედ არ ხდება მათი გამოყენება, იმიტომ რომ თქვენ თვითონ თქვით ხო უზნაძეს სახელობის იმის ინსტიტუტის დახურვა. მაგიქმედების კოეფიციენტზე. რამდენი გეოლოგიური ინსტიტუტი დაიხურა, რამდენი არაფერი აღარ. ზოგიერთი დარგი ფაქტობრივად ჩაკვდა. დიახ. ხო. განსაკუთრებით ეს ტექნიკურ მეცნიერებათა დარგებს შეეხება და ასე.
ეს რეალობა არ და ეს ტრაგედია. არის სამწუხაროა, დიახ. მეორე ტენდენცია არის ის, რომ სკოთ მეცნიერებაშიც გაჩნდნენ ლეგიონერები, ხო? როგორც სპორტში. ესე ანუ უცხო ნიადაგზე ქმნიან პროდუქტს რა. ესე იგი, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგია, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი სტრატეგია, ხო? შესაბამისად, მასმედიის როლი ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს? აი, ვიცით ჩვენ საერთოდ, რომ რა არის, ესე იგი, სამეცნიერო ჟურნალისტიკა? ყავს ჩვენ სამეცნიერო ჟურნალისტიკის სპეციალისტებს ვამზადებთ, პოპულარიზაციას უწევთ, ყავს ჩვენ სპეციალისტები სამეცნიერო ეკონომიკაში, სამეცნიერო ფსიქოლოგიაში, ან სამეცნიერო სოციოლოგიაში ყავს ჩვენ, ვინ უნდა გააკეთოს ეს? თვითონ უნივერსიტეტებმა უნდა გადაწყვეტონ ეს პოლიტიკა, რომ მოამზადონ ვიწრო სპეციალიზაციის, რომ საქართველოს დააკომპლექტოს საკუთარი თავი. თავი, აი ამ მეცნიერებას ჭირდება თავი, მოგეთ? ესე იგი, შესაბამისად, თუ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ხო? ბუნებრივი არის ზიანდება მთავარი საზოგადოებრივი ელემენტი, ეს არის ინტელექტუალური პროდუქტი. ჩვენ არ ვხვდით ინტელექტუალურ პროდუქციას. არც არისო საჭირო გეუბნებიან სამწუხაროდ. ხო არა, ვინც მეუბნება, ხო, ფაქტობრივად ესაა ნეოკოლონიალური პოლიტიკის შედეგი. ხო, შედეგი, იმას არ ჭირდება აქ ჭვიანი საზოგადოება. არ ჭირდება, იმიტომ რომ ხელი შემშლელია. ეს იყოს ტრანზიტული კორიდორი, იმას ჭირდება, რომ ესე იგი ეს იყოს რაღაცა შრომის ბაზრის, ესე თქვა და ასე შემდეგ. თუ ბევრი მიზეზი არის, ვის რა ჭირდება რა. როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია? თუ იცით, ასე თქვა, ალბათ ისევ და ისევ სამეცნიერო მეცნიერების გვერდით დავაყენებთ აუცილებლად არტს, ესე იგი ხელოვნებას რა. არტის ნებისმიერ დარგს, იმიტომ რომ შემეცნების პროცესი ხო არ მხოლოდ სამეცნიერო ცოდნა ხო არ არსებობს ბუნებაში, ხო? არსებობს ესე იგი არტი, ესე იგი ხელოვნება, ხო? ესე იგი ელიტამ ინტელექტუალურმა ზოგადად ელიტამ, ხო, სულიერი ელიტის, ასე ვთქვათ, მონაწილეობით, თანამონაწილეობით, ხო, უნდა შექმნას ეროვნული სტრატეგიები, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დარგით, ხო? ესეთი პროცესი ჩვენთან არ მიმდინარეობს. მაგრამ არის კონფრონტაციები, ხო, ესე იგი, ყოველივე დარგში არის კონფრონტაციები რისთვის? იმისთვის, რომ გაინაწილონ რაღაცა უშუალოდ მცირე ლუკმა, რომელიც ფაქტობრივად არსებობს როგორც გამაღიზიანებელი, ხო, როგორც ტრიგერი. მაშინ, როდესაც კაპიტალი და ასე ვთქვათ, შესაძლებლობები არის ბევრად უფრო დიდი მათთვის, მაგრამ კონცენტრირებული არიან კონფლიქტზე, დესტრუქციულ კონფლიქტზე. ვერ ხედავენ იმას, რომ ესე იგი, ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ დღევანდელ რეალობაში, ვიდრე გონიათ რომ გააჩნიათ რა. მე ამით არ მინდა ვინმეს მივაყენო შეურაცხყოფა, უბრალოდ მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ესე იგი, თვით ორგანიზების კულტურა და თვითმართვის კულტურა, ხო, ეს არ არის ხო თვითმმართველობის სტრუქტურების შექმნა რაღაც რეგიონალურ კონტექსტში. თვითმართვის კულტურა შეგვეხება სულ ყველას, ესე იგი, ხო? და თვითმართვის კულტურის საფუძვლები არის ფსიქოლოგიური, ეს არის თვითშემეცნება. აი ხო ველაპარაკებოდი სამწავიდოდი მე ერთად ჩემ მეგობარს უკრაინელ პროფესორს რომელმაც ნუ ისე განიცადა ეს ტრაგედიები რაც მის გარშემო გადაიწვა ხალხი ხო რომ იფართვა დაარტყა რა ნუ ძლივს გადაარჩინეს აი ამ პირობებში და ფრონტის ხაზზე არის ფაქტობრივად ეს ქალაქი ზაპოროჟიე ხო ესე იგი რაშია საქმე იცით ესე იგი ადამიანის ორგანიზმი ვეღარ უძლებს აი ამ დაძაბულობას, აი ამ ასე ვთქვათ, ხო, ასე ვთქვათ, რამდენი არის მსხვერპლი აი ამ დესტრუქციული კონფლიქტებისგან, აი ამ რადიკალიზმის ფსიქოლოგიური რამდენი მსხვერპლი არის ჩვენს გარშემო, ჩვენ ამის სტატისტიკური მონაცემებიც არ აქვს. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემთვის აი როგორი არის, იცით, დღევანდელი მსოფლიო, ის რომ 800-მდე ბავშვი შიმშილით დაიხოცა ღაზაში, ეს მერე რა მოხდა? მაგრამ და ჩემთვის ახლა უკრაინელი ბავშვიც, რუსის ბავშვიც, იქიდან პალესტინელი ბავშვიც, ებრაელი ბავშვს არ აქვს ეროვნება რა, ის ღვთის შვილია. რა თქმა უნდა, ახლა მე ქართველი უფრო მტკივა და უფრო მიყვარს, ახლა ბუნებრივია, მაგრამ როგორც ეგეთი ზოგადად ბავშვი, აი რატო არის დღევანდელი მსოფლიო, რომ ის მერე რა მოხდა? ის შეიძლება გამართლება და უკვე ისე ღაზაში აღარ ვამბობ უკვე დაბომბები და ისე დახოცილ ადამიანებზე უამრავი მსხვერპლია და ყოველთვის ხდება სალაპარაკო უკრაინაში დაუშვა დაბომბა მოხდა იგივე ზაპოროჟიაში და იქ დაიღუპა 4 ადამიანი და აქედან ერთი ბავშვია. რა თქმა უნდა ერთი ადამიანი მთელ სამყაროს უდრის, მაგრამ რატო არის ასეთი მსოფლიო? აი რატო არის ამ ფსიქოლოგიის მსოფლიო, რომ ის კი იქ შეიძლება
იქნება იგივე ხა დღეს რატო ვთქვი შეიყვანა სამხედრო გემები და ყველა ხვდებით ხო ეს არის რუსეთ-ჩინეთის ჩინო-რუსული გავლენები ვენესუელაში და ეს შეიძლება მაგრამ სხვა რაღაც არ შეიძლება აი ეს რატო ხდება დღევანდელს მოდით ვილაპარაკოთ დაიწყეთ თქვენ ბავშვებზე ვილაპარაკოთ ბავშვებზე და აი ამ კონფლიქტების მსხვერპლზე რა ეცეთ არის ცნება ასეთი ხო სეკუნდარული ანუ მეორადი მსხვერპლი რა ესე იგი ნახეთ რა ხდება რომ ესე იგი აი ის რომ მსხვერპლია ის ბავშვი კაცი ქალი ნებისმიერ წლოვანების და ასე არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ხო ესე იგი ეს ტრაგედია არის რა მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ რეალურად ჩვენ რაღაცა ზეგავლენების манипуლირების გამო რომ ვიღაცას მოეწონოს ვიღაცამ რაღაცა ტაში დაგვიკვირავს ხო ვამახვილებთ ყურადღებას ერთ სიუჟეტზე ან მეორე სიუჟეტზე რა ვცდილობთ გავაბათილოთ გავანეიტრალოთ და ასე მაგრამ რეალურად ხო შინაგან ან ერთ მხარეს ვდგებით ან მეორე მხარეს ვდგებით აი ამ კონფლიქტებში რა საერთოდ არა ვარ კონფლიქტის მომხრე და თქვენ ხო მე ვხოდავთ აი იმიტომ ვაგრძელებთ თქვენ აზრს ხო რომ თქვენ პროტესტს გამოხატავთ იმ ყველაფრის მიერ რაც ხდება ხო ნახეთ რა ხდება მაგალითად ჩვენ კონფლიქტებთან მიმართებაში აი ავიღოთ აფხაზეთის კონფლიქტი პირობითად ხო ესე იგი იქიდან მოკლეს ამდენი აქედან მოკლეს იმდენი იქიდან გააუპატიურეს და ასეც ბავშვი მოდით იცით რითი დავიწყოთ მსხვერპლის სტატისტიკა გავაერთიანოთ როგორ ხო? აი, რამდენი ბავშვი შეეწირა აფხაზეთის კონფლიქტს? ასეთი მონაცემი არ არსებობს სამწუხაროდ. უნდა არსებობდეს ეს მონაცემები, ხო? რამდენი ფაქტობრივად იყო გაუპატიურებული ქალბატონი? ხო? რამდენი იყო ფაქტობრივად ნაღმზე აფეთქებული? არა იქ ეროვნების მიხედვით, ესე იგი ის იყო აფხაზი, სომეხი, ქართველი თუ ისე თქვა, აზერბაიჯანი თუ სხვა. არამედ რამდენი ადამიანი იცით რატოა საჭირო? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დავინახოთ საშიშროება რაგველის თუ ის გამეორდა. ხო ეს პირველად ანუ რომ არ გავიმეორდ იგივე შეცდომა, ხო? იმიტომ რომ ბევრმა არ იცის მით უმეტეს ახალმა თაობამ, ხო? თუ რა ხდებოდა ესე იგი აი ამ ომების პროცესში. თუმცა მე ამ ომს შეცდომას არ უწოდებდი, დანაშაულად მიმაჩნია, როცა შენივე სახელმწიფოში, შენივე ხალხს წაგებულ ომში მიდიხარ. ეს მე დანაშაულად მიმაჩნია აფხაზეთთან დაკავშირებით და იგივე მე არ მივცემ არავითარ შეფასებებს, იმიტომ რომ როდესაც არის კონფლიქტი, ხო, ჯერ ერთი ის არის შეცდომა, რომ ჩვენ ორ მხარეს ხშირად გამოყოფთ, როცა ბევრად უფრო მეტი მხარე არის რა. უფრო მეტი მონაწილე არის, ხო? მხარე ერთი არის სუბიექტი კიდე სხვა არის. მაგრამ რუსეთის ფედერაცია შეიძლება მხარე იყოს კონფლიქტში, მაგრამ სხვა სუბიექტით იყოს წარმომადგენელი, ხო? როგორც ცხინვალის რეგიონში, მაგრამ რუსეთის ფედერაცია იყო სამხედრო კონტინგენტი, იყო წარმოადგენილი ოფიციალური ჯარებით და არაოფიციალური ჯარებით. არაოფიციალური შედგებოდა დაწყებული 15-20-კაციანი დუგინის თქვათ პირადი ჯგუფისგან დამთავრებული ესე თქვათ იქ ვლადიკავკაზის ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონებით და სხვა იმებით ხო ესე იგი ამიტომ აი ეს რთული სისტემის პრიმიტივიზაცია და რედუქცია ხო ეს არის მავნე ამოცანა მე გთავაზობთ კონკრეტულ პროცესს რა ეს კონკრეტული პროცესი რა არის ეს კონკრეტული პროცესი ნინო არის ის რომ მსხვერპლი გავაერთიოთ დღესობელი რიცხვია 29 აი ხვალ არის 30 აგვისტო რა დღეა იცით 30 აგვისტო 30 აგვისტო არის უგზო დაკარგულთა ესე იგი საერთაშორისო დღე არ ვიცოდი კი ესე იგი აი საქართველო არის ქვეყანა კავკასიაში სადაც აი ეს ფაქტობრივად დღესასწაული ფაქტობრივად აღინიშნებოდა წლების აი ამ წლების განმავლობაში და ესაა დამსახურება ქალბატონი ნინელი ანდრეაძის და ეს დღესასწაულია ეს აღნიშნა დღის ამას დღესასწაულს ვერ დავარქვით ჩვენ ხო ეს არის ფაქტობრივად მემორიალური ხასიათის დღე ამავე დროს ახლა ყველა უზო დაკარგული ეს არნიშნავს გარდაცვლილს ხო იმიტომ რომ ადამიანებს გააჩნიათ იმედი და ძალიან ბევრი ფაქტობრივად ადამიანი აღმოჩნდა რომ ვიც უგზო დაკარგა ცოცხალია და დაუბრუნდა ოჯახს თუმცა ძირითადად ну, ასე თქვათ, რა თქმა უნდა, უბრალესობა დიდი სტატისტიკა იქით არის, ხო, მაგრამ იცით რა არის, საზოგადოება არ იცის, რომ საქართველოში მუზეუმი არსებობს უგზო დაკარგულების. არც მე ვიცი. ხო, სოფლიოში ერთადერთი. კი. და ესე იგი, აი ამ მუზეუმს დღეს ემუქრება დახურვა. დაახლოებით ისევე, როგორც დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტი. და რატო? რა მიზეზით უნდა დახურვა? იმიტომ რომ იცით, ვერ გადაწყდა ვინ გაუწევს პატრონაჟს.
და იცით ჩემი აზრი რა არის? და ვინ უნდა გაუწიო? ვის აქვს ჩემი პრეტენზია? აზრი არის ასეთი, რომ პირველ რიგში ნახეთ რა შეასაქმე, არსებობს ცნება უგზო-უკლოდ დაკარგული და არსებობს ცნება გაუჩინარებული. ეს არის სხვადასხვა კატეგორია. უგზო-უკლოდ დაკარგული ეს არის სამხედრო პირი. გაუჩინარებული ეს არის სამოქალაქო პირი. ესე იგი, ანუ იქვე კატეგორიები სხვადასხვა. რა ხარ სამხედრო პირზე არსო, ესე იგი თავდაცვის სამინისტრომ უნდა გაუწიოს ყურება ამას. და ვის აქვს კიდე პრეტენზია? არა, პრეტენზია კი არა აქვს, მოშორება უნდა ყველას ეს. ახ, მოშორება უნდა პირიქით, ხო? თითქოს არ არსებობს ეს პრობლემა, ხო? თავდაცვის სამინისტროს თუ ღირსება გააჩნია, როგორ შეიძლება რომ ესე იგი აი ასე ერთ პატარა მუზეუმს ხო არ მიხედოს, ხო? აღარა საუბარი სხვა საკითხებზე, ხო? ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჯარისკაცი მიდის, ხო? ის ხო ფაქტობრივად უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ როდესაც ფაქტობრივად საათ X-ში, ხო? მოხდება რაღაცა, რომ ესე იგი მას სამშობლო არ დაივიწყებს, ხო? რომ მასზე იფიქრებენ, მის ოჯახზე იფიქრებენ და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი ეს ელემენტარული კულტურის ამბავი არის რა და პატივისცემის ამბავი არის და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი აი ბევრი ნიუანსი არსებობს. იგივე ახლა მე რომ ვილაპარაკე მონაცემთა გაერთიანებაზე, ხო? მე ვუსაუბრდი მაგ საკითხებზე, უზოგო დაკარგულების მოლაპარაკების პროცესებზე და ასე ვთქვათ. იყო შემთხვევა ცხინვალის კონფლიქტს შეეხება, როდესაც სიებს ადგენდნენ, რომ ერთ და იგივე ადამიანები ხვდებოდნენ ორივე სიაში. ნუ ეს უკვე ხო, იცით რა არის? იმდენად ეს ქართველებსა და ოსებს შორის არის ნათესაური კავშირები და ასე შემდეგ, რომ ის გაურკვევლად ვიღაცამ აიყვანა სამშვიდობო მოქალაქეებსაც შეეხებოდა ეს და სამხედროებსაც სხვა შორის. და შესაბამისად, ესე იგი ხდებოდა ორივე სიაში, იმიტომ რომ ეთნიკურად ოსია, მაგრამ ფაქტობრივად იყო აქეთა მხარეს იბრძოდა, ხო? ან ესე ვთქვათ, ქართველებიც იყო ეს მცირე უფრო მეტად ნაკლებად, მაგრამ იყო ეს შემთხვევები, როდესაც იქეთა მხარეს იბრძოდა და შესაბამისად ხდებოდა ესე იგი ეგეთი რაღაცები, ხო? შერეული ოჯახების თემა არის რა, ხო, დედა ქართველი, მამა ოსი და შესაბამისად, ხო, ახლა დედაც ეცებს და მამაც ეცებს, ხო, იმ სიაშიც ჩასვოდა და ამ სიაშიც. ბუნებრივია ეს პროცესი, ხო? ეხლა იმიტომ ვიძახი ამას, რომ თუ ჩვენ ეს სტერეოტიპები არ შევცვალეთ და თუ არ დავინახეთ, რომ ჩვენ საერთო მსხვერპლი გვაქვს, ხო? ჩვენ ამ სიტუაციას ვერ შევცვლით. მოლაპარაკებები არ დაიწყება. ეხლა იცით კონფლიქტია, სამშვიდობო პროცესია. რეალური სამშვიდობო პროცესი არც დაწყებულა შეიძლება. ტყუილი არის, ისაც იყო პოლიტიკური პროცესები იყო. ის სამშვიდობო კი არა, კვაზი სამშვიდობო პროცესი იყო, სრულ სამშვიდობო პროცესები და ბევრი მიზეზი და არგუმენტი მაქვს, რატო იყო ეგრე და რატო არ იყო სხვადასხვა. რეალური სამშვიდობო პროცესი იწყება პოლიტიკური ნებიდან, რომ მე მართლა მინდა რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და გავაგრძელოთ თანაცხოვრება ნორმალურ პირობებში და მოდი ერთმანეთს მოусმინოთ რა. მოდი ერთმანეთს ვენდოთ რა. აი მაგამდე არ მისულა საქმე. აღარაა საუბარი ენის საუბარზე, აი ლექსიკაზე, რა ვიხმაროთ, რა ტერმინი ვიხმაროთ, როგორ დავარქვათ იმ რეგიონს, ამ თემას როგორ დავარქვათ კონკრეტს, ხო? და თვითონ უკვე კონფლიქტური ლინგვისტიკა, ხო, ესე იგი ეს ჩარჩო სტრუქტურა ენის რო შემოდის კონფლიქტური ხო ტერმინები ხო მაგალითად ესეთი არაადეკვატური ტერმინი როგორც არის ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ხო? ხო? ესე იგი არ შეიძლება ამ ტერმინის ხმარება ეს რითი უნდა შეიცვალოს ეს? ესე თქვა გააჩნია რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თუ ჩვენ პოლიტიკურ კონფლიქტზე ვსაუბრობთ, პოლიტიკურ სუბიექტებზე უნდა იყოს საუბარი. თუ არსებობს იქ დე-ფაქტო ხელისუფლება და აქ არსებობს ესე იგი დევნილი ხელისუფლება და მათ შორის კონფლიქტზე ვსაუბრობთ, ესე იგი უნდა დავასახელოთ ისე როგორც დავასახელოთ. აი როგორ გვინდა გავამარტივოთ. აი ეს პრიმიტივიზაცია მიდის იქითკენ რომ ესე იგი ჩვენ ვამარტივებთ და სინამდვილეში რა ხდება რომ დიაგნოზს, არასწორად დიაგნოზს ვსვავთ და ვარქმევ აი ამ პრობლემას არაადეკვატურ სახელს, შესაბამისად არაადეკვატური ქცევა მახასიათებს მაგ პრობლემის მოგვარების თუ მაგ პრობლემური სიტუაციიდან გამოსვლის, ხო? ამიტომ ეს უნდა დაექვემდებაროს მონიტორინგს. მე სხვა შორის სახელმწიფო ენის პალატის წარმომადგენლებს ვესაუბრე ამაზე, მოიწოდეს ეს აზრი და ეხლა მიმდინარეობს საუბარი თეზაურუსზე, რა, თეზაურუსი ეს არის ფაქტობრივად, ანუ ლექსიკონი რომ ჩამოყალიბდეს ამ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში სპეციალური ლექსიკონები ამ ტერმინოლოგიასთან მიმართებაში და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ეს დაინერგოს. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებში ეს გამოცდილება არის უკვე კი არა წლების განმავლობაში ჩვენ ახლა ამ საკითხს ვსაუბრობთ 50-მდე სხვადასხვა ტიპის ლექსიკონი გავიარეთ რა სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში და
რატო არ უნდა შევისწავლოთ ეს საერთაშორისო გამოცდილება და არ უნდა დავუნერგოთ იქ სადაც უნდა დავუნერგოთ, ხო? სხვადასხვა არ გამოვა არაფერი. გეთანხმებით, ეხლა რაც შეეხება აი ჩვენ სამეზობლოში პროცესებს, აქ თურქეთის მომენტია. ხო, რამდენადაც მე ვიცი, დღეს ასე ვთქვათ, თურქეთსა და ისრაელს შორის კონფლიქტი უფრო გამწვავდა, ისრაელმა აუგზავნა, თურქეთმა აუგზავნა ისრაელს, რომ მაგალითად მის პორტებში გემები შეიყვანოს და საჰაერო სივრცესაც არ უთმობს. ეს პირდაპირ გვეხება ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ჩვენი ბევრი მოქალაქე აღარაა საუბარი ისეთ პრინციპულ ჯგუფზე, როგორიც არის, ესე ვთქვათ, ქართველ-ებრაელთა ჯგუფი, ხო, რომელიც ფაქტობრივი ხიდია ისრაელსა და საქართველოს შორის, ხო? ისე მაგათ გარეშეც კი ძალიან ბევრი მოქალაქე ჩვენ ეხლა იმყოფება ისრაელში შრომითი მიგრაციის შედეგად, ხო? ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად გაუჭირდებათ კომუნიკაცია. ძალიან პრობლემური გახდება ესე იგი ეს კომუნიკაცია უფრო დაბრუნება მაგალითად ხო, ელემენტარულად ახლა თურქეთის საჰაერო სივრცით რამდენადაც მე ვიცი, ხო, უფრო ძვირი იქნება, უფრო ასე შეიძლება. ხო, აი ესე ვამძიმებთ რა ჩვენ ცხოვრებას საყველანი რა. ჩვენ ცალკე ვამძიმებთ, ჩვენ ცალკე გვიმძიმებენ კიდე და საბოლოო ჯამში. შენ რო გვიმძიმებენ, მე ჩვენც ვამძიმებთ სამწუხაროდ. ხო, ახლა ზოგადად თურქეთის პოლიტიკა ბოლო თვეებში სცილდება, ასე ვთქვათ, ცოტა ასეთ არ იყოს ძალიან ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას, რომ ლექსიკა, ხო, იგივე ერდოღანის და ასე შემდეგ გახდა საკმაოდ აგრესიული. რა, ალბათ ეს არის გამოწვეული იმით, რომ ბევრი ფრონტის ხაზი აქვს თურქეთს ქვეყანას, რა. ამიტომ ესე იგი სხვადასხვა ტიპის მესიჯები, რაც მოდის მაგალითად საქართველოსთან მიმართებაში და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს არაადეკვატური პოლიტიკური მესიჯები არის. აი თურქი მესხების თაობაზე მაგალითად. ეხლა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო თემა არის რა. და ასევე არ შეიძლება ცალსახა საუბარი და ისე წარმოდგენა, როგორც თურქეთის ხელისუფლება ამას წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ისტორიულად. იმიტომ რომ ეს მოვლენა, რომელიც შეეხებოდა ეგრეთ წოდებული თურქი მესხების გადასახლებას ცენტრალურ აზიაში, დაკავშირებული იყო მეორე მსოფლიო ომთან. და მეორე მსოფლიო ომის დროს ფაქტობრივად თურქეთი იყო ფაშისტური გერმანიის მოკავშირე ქვეყანა. და ფაშისტური გერმანიის მოკავშირე ქვეყანა თურქეთი, ხო? აპირებდა შემოყვანას ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც გერმანული ჯარები შევიდოდნენ სტალინგრადში. ანუ სტალინგრადის დაცემა და ამ პირველი, მესამე და მეხუთე თურქული არმიების შემოსვლა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე, ეს პარალელური პროცესი იყო. გერმანიის არმია არ აპირებდა აქ შემოსვლას, გერმანიის არმია აპირებდა, ასე ვთქვათ, სიმაღლეების. უნდა ყოფილიყო უფრო სწორედ პარალელური პროცესი. როგორ? პარალელური პროცესი უნდა მომხდარიყო. სტალინგრადი იქნებოდა აღებული. ხო, სტალინგრადი გაუმდინარე აქედან მოხდა შემდეგი რამ. დიახ. ეს არ იყო ცალმხრივი, ასე ვთქვათ, აქტი, ეს იყო ორმხრივი აქტი, რომ ესე იგი საბჭოთა ხელისუფლებამ გაასახლა ეგრეთ წოდებული თურქი მესხები ცენტრალურ აზიაში, იმიტომ რომ ისინი იყვნენ და ამისი არგუმენტები ბევრი იყო, ასე ვთქვათ, თურქული პოლიტიკის ფაქტობრივად გამტარებლები პერსპექტივაში, იმ შემთხვევაშიც კი რომ ფაქტობრივად შემოსული იყო თურქეთის ჯარები და შემდეგ ხელშემწყობი იქნებოდა ესე იგი ეს ამ პროცესის ყველანაირად და ამ მომენტს თურქეთმაც გაასახლა ეთნიკურად ქართველები სასაზღვრო ტერიტორიებიდან შიდა ტერიტორიებზე. სხვადასხვა ნორმალურ პირობებში. მაგრამ გაასახლა ძირფესვიად მოგლიჯა საკუთარ ისტორიულ უშოთ, ხო? რატო არ ვსაუბრობთ ჩვენ? ერთხელ მაინც ვინმე ეს დაასახელა, ის რაც ახლა თქვენ გეუბნებით? სად არიან ის ქართველები, რომლებიც გადასახლებულებია და დაცარიელდა მთელი ტაო და ლარჯეთი, ესე იგი, ხო? რატო არ ვსაუბრობთ ჩვენ ამაზე? ნუ გარდა ამისა, სხვა რაღაცებიც მოხდა. ეგ 4 კილომეტრის სიღრმის პერიმეტრით საბჭოთა კავშირმა დანაღმა ეს ტერიტორიები. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით ეს იგი ნუ მოკლედ დანაღმული იყო 4 კილომეტრის სიღრმით. იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო შემოსვლა იქიდან.
ასევე თურქებს ეშინოდათ, იმიტომ რომ სტალინის გეგმები თურქეთმა კარგად იცოდნენ, ესე იგი რომ სტალინს ხოდა პრეტენზიები, და შესაბამისად იმიტომ მოხდა ქართველების გასახლება იქ. აღარაა საუბარი იმაზე ახლა რომ ახლა სომხებისგან განსხვავებით, ხო, ქართველებს ისტორიული ანგარიშები არავისთვის არ წარუდგენია რა. მაგრამ ისო ფაქტობრივად ამ ასე ვთქვათ, თამარ მეფის შემდეგ დაახლოებით 8-10 მილიონამდე მეტი გაწყდა ხალხი უშუალოდ და განადგურდა ფიზიკურად, ხო, ესე იგი, ხო, ვისი დამსახურება იყო ახლა ეს, თუ არა ჩვენი უახლოესი მეზობლების. ჩვენ ესე ვთქვათ, ისტორიული ანგარიშები ჯერ არ წარგვიდგენია და ასე ვთქვათ, ეს კამპანიები არ გვიწარმოებია. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯობია ფაქტობრივად იცოდნენ თავისი უშუალოდ პერიმეტრი. ვისთან და როგორ უნდა ისაუბრონ რა. იმიტომ რომ თუ ეს პროცესები წავა, ასე ვთქვათ, არა ისე როგორც ჩვენ ყველას გვინდა რომ წავიდეს, ხო? თურქეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი პრობლემები არის, რომელიც შეიძლება უშუალოდ იყოს წამოწეული რა. ესე იგი, მათ შორის მე მინდა ვთქვა ის, რომ ესე იგი, ქართველები დღეს არ წარმოადგენენ მხოლოდ ეთნიკური ქართველები იმ მოსახლეობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. ხო არიან ფერედნელები, არიან სხვა ქვეყანაში. თურქეთშიც ცხოვრობენ ქართველები. ბევრს დაკარგული აქვს ქართული იდენტობა, ზოგს ნაწილობრივად აქვს დაკარგული და ასე რა. ბუნებრივი ახლა აი ამ უარყოფით სცენარს, ხო, ისინი ვერ აიტანენ. ვერანაირად ვერ აიტანენ უარყოფით სცენარს. შესაბამისად, პოზიტიურისკენ უნდა წავიყვანოთ. თუ რაღაცა პრობლემები არსებობს, ხო? მეზობლებმა ერთმანეთის შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ რა. ამ შემთხვევაში მე გულისხმობ იმას, რომ კი არ უნდა დააძალოს საქართველოს რაღაცა და ვთქვათ, საქართველოს გაუძლო ისტორიულად აი ამ დაძალებებს, და ჯერჯერობით კიდე არსებობს, ხო? არამედ ადამიანური ლაპარაკი ყველა მისწავლოს რა. აი ეს არის უკაცრავად ცოტა ემოციები, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ არასწორად არის ინტერპრეტირებული რა. მე ვიცნობ ბევრს მეგობარიც აქვს, ვინც მრჩეველები არიან ერდოღანის და მე მინდა რომ მათ ახლოს დროში დაუკავშირდეთ და მესაუბრო ამ საკითხებზე, რომ არასწორ მესიჯებს აწვდიან, ესე ვთქვათ, და არასწორი მიმდინარეობს პროცესი, რაც მე მაგალობს. საინტერესოა ერდოღანის მრჩევლები ალბათ საქართველოსთან მიმართებაში. ხო, კავკასიასთან მიმართებაში, ძირითადად მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც კი. კი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ახალციხე, მესხეთი, ტირის ამაზე ერდოღანი, ახლა თურქი მესხებით გაიხსენა და ხო და კარგია რომ გაიხსენა რაღაცა და მოდი ჩვენც გავიხსენოთ რა, მაგალითად ეხლა მე მუშაობ ძალიან საინტერესო კვლევაზე რა, რომელიც შეეხება ისტორიას რა. თურქები არაფერ შუაში არ არიან, რომის დიოკლეტიანის დროინდელი ისტორია, ესე იგი ეს არის 303-305 წლები დიოკლეტიანის და მაქსიმიანეს უშუალოდ მმართველობის ეპოქა, როდესაც ატერორებდნენ ქრისტიანებს რა. ქრისტიანების დიდ ტერორს ეძახოდნენ აი ამ ეპოქას რა, დიოკლეტიანის ეპოქას და სოციალურ ხატებზე, ქართულ ხატებზე ძალიან არის კარად გამოხატული, იმიტომ რომ ეს წმინდა გიორგი გველს რო არ ტყავს, ზამბერ ხატზე გველეშაპი კი არ არის იქ, არამედ არის დიოკლეტიანე. ხო ეს ისტორიულ მეხსიერებაში ჩარჩა. საიდან ჩარჩა ახლა ეს? მაგალითად, ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის ის, რომ 305 წელს აწამეს 7 ლაზი მაგალითად რომაელი ჯარისკაცი. არიციან ჩვენმა საზოგადოების წარმომადგენლებმა მეცნიერებაც არიციან იმის თაობაზე, რომ ორი ეს წმინდანი, 7 ძმა ლაზი წმინდანი, ორი დაკრძალული იყო, დაწამებდა დაკრძალული იყო აფსაროსში, ანუ გონიოსში. ერთი ანაკლიაში და ერთი კიდე პიჭვითაში. დანარჩენი 3 დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რიზეში და კიდე ორ პატარა დღეს ქალაქში. ხო, ესე იგი, მაგალითად ლაზების ისტორია, ხო? უნიკალური ეთნოგრაფიული კულტურა, ხო? მათ შორის კონფესიური თვალსაზრისით, ესე იგი, ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები იყვნენ, ხო, ასე ვთქვათ, საქართველოს ქართველები და მათ შორის უშუალოდ პირველი ქრისტიანული ეს იყო, ტალღა, ხო? 1700 წლის განმავლობაში იყვნენ ქრისტიანები. და მერე ძალით ფაქტობრივად მოხდა უმალშოს
გამახმარდება დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ამ თემაზე, რომ რამდენი დარჩა ქრისტიანი ლაზი და საცხოვრობენ, აი ჩვენ გვერდზე ცხოვრობენ, აქ თბილისში ცხოვრობენ, აჭარაში ცხოვრობენ, იმაში ცხოვრობენ, ხო? არ ვმუშაობთ ჩვენ ამ თემებზე, რატო არ ვმუშაობთ? რატო ვფიქრობთ, რომ ჩვენ მეცნიერება არ გვჭირდება? რატო ვფიქრობთ, რომ ისტორიული კვლევები არ ვფიქრობთ, რომ არ გვჭირდება? რა თქმა უნდა გვჭირდება, მაგრამ რაღაც ბიუროკრატია არის, სახელმწიფო ბიუროკრატია, მათი ინტერესის სფერო არ არის ეს, იმიტომ რომ ეს უნდა გინდოდეს, უნდა გაინტერესებდეს, უნდა აცნობიერებდე. ამაში არის პრობლემა, ძალიან ბევრი რამ მე რასაც ვლაპარაკობ ახლა, ეს ვის ჭირდება? ვინ არის მოხმარება? პირველ რიგში ქართული დიპლომატი უნდა იყოს მოხმარებელი. ესე იგი, რა არის ქართული დიპლომატის და დიპლომატიური ინსტიტუტის საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალოდ პრეროგატივა დაამყაროს მეცნიერებას და ესე იგი სერიოზული უშუალოდ ურთიერთობათა კავშირი. რთულია ამის გაკეთება? და კაი, რითი ხსნით, რატომ არ კეთდება? რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლება, რომ არ სჭირდება მეცნიერება ზოგადად, აღარ სჭირდება ესეთი დარგები, რითაც საქართველოს ყოველთვის წინავდა და განსხვავებული იყო, გამოირჩეოდა თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში. რატო ფიქრობს ასე? ნუ ერთი პასუხი ამაზე არ არის, ბევრი პასუხი არის, ბევრი უშუალოდ ხაზი მუშაობს მაგვიმართულებით. საერთოდ მეცნიერების განადგურებაზე ქვეყანაში მუშაობენ გარე ქვეყნების სპეცსამსახურები რა. და ის ვიც ამას უწყობს ფაქტობრივად ხელს ქვეყანაში, ხო, ეს არის ფაქტობრივად ამ გარე სპეცსამსახურების დავალებით ეს პროცესი ინტენსიურად დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს და სამწუხაროდ ახლა არაფერი არ არა, ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ნინო. მაგრამ მაშინ ძალიან გამოკვეთილი იყო მათი ეს აგრესია. სწორედ სააკაშვილის დროს დაიწყო ინსტიტუციონალური განადგურება მეცნიერების. სწორედ თვითონ მეცნიერების განადგურება დაიწყო პირველივე დღეებიდან უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იმისთვის დაიწყო ეს პროცესი. სპეცსამსახურები რო ვახსენე, ნუ ეძებს, ნუ რავინ, ესე თქვათ, მე ახლა თითს იქით ვიშვერ თუ აკეთ რა. ყველა ისინიც და ისინი არიან დაინტერესებულები, რომ რაც შეიძლება დაბიო უშუალოდ ფაქტობრივად სისტემა იყოს აქ ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ, ესე თქვათ, აი ამ ღრუე წყალში რა. ჩვენი ინტერესი არის სულ ყველას, რომ ინტელექტუალური რესურსები დიპლომატი იქნება თუ ნებისმიერი დარგის მიმართულების პოლიტიკოსი, მას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული გადაწყვეტილებებისთვის დამატებითი მესიჯები რა. ეს უნდა იყოს პერმანენტული პროცესი. ნებისმიერ სამინისტროსთან უნდა მუშაობდეს სერიოზული ესე გუნდის. მაგრამ აი ეს რასაც თქვენ ამბობთ, იცით, თქვენ უკვე რაღაც დასრულებული პროცესის შეცვლა გინდა და მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს სკოლიდან. რაღაც იმიტომ რომ სკოლა ჩვენ განათლების სისტემიდან უნდა დაიწყოს. ხო, და ეს იცით როგორ არის, ნახეთ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინოვაციები, STI მოდელი არსებობს ეგეთი, ანუ მეცნიერულად უნდა დაასაბუთო ის რომ სკოლაში ტექნოლოგია შექმნა, რომ ინოვაციური პროცესი დაიწყო, ეს არის STI რა. რომ დაიწყო ეს ინოვაციური პროცესი, შენ გჭირდება ახალი კადრები, ანუ საჭირო არის education, ანუ განათლება, ხო? ესე განათლებაში რო შეიტანო მეცნიერება, მოკლედ განათლებაში დაგეკრება შესაძლოა. ხო და მაგას ხო, გარე პროდუქტი, რასაც შენ დაარქვე ფინურს თუ დაუშვათ ვაზორს თუ ინსტიტუციას, ხო? ესე იგი, ხო უნდა მეცნიერულად გაიაზრო ადაპტირება, ხო უნდა მოახდენო თუ გდებათ კარგი პროდუქტის. მე ესე თქვათ, კადრები გჭირდება, რომ ეს რეფორმები ჩაატარო, ბუნებრივად გაზარდო ეს კადრები, ხო? ესე განათლება. მე ეს განათლება ფაქტობრივად კულტურაში აისახება რა. და მე კულტურა გადადის ადმინისტრირებაში, ანუ სწორ მართვაში, რომ ეს არის ეკოსისტემა უკვე რა. ანუ STI რაც დღეს არის ცნობილი, არ არის საკმარისი, არ აღმოჩნდა საკმარისი. იმიტომ რა რომ მე STI ხო მეცნიერება ტექნოლოგია თუ არ გავაგრძელებთ STI და არ ჩავხდეთ, როგორც თქვენ სწორედ და მართლობად ძალიან განათლების კომპონენტი, რომელსაც მოყვება კულტურა და მე ადეკვატური და სწორი ესე თქვა ადმინისტრირება პროცესების რა. აი ჯამში ესე იგი ეს სკოლმოდელი. და რითი ხსნით რომ არ ექცევა ამას ყურადღება, რატომ? ნუ აი ეცეთ როგორი სიტუაცია არის კრიტიკის ჟანრი რა. თუ საზოგადოებაში არ არის, ხო? თუ ესე იგი არის ლანძვა გინება და პერსონიფიკაცია, ხო? ესე იგი ბუნებრივია, რომ პროტესტის კულტურა ხდება მდაბიო. ამიტომ პროტესტის კულტურაც კულტურა არის რა. ანუ თუ ჩემი პროტესტი, თუ თქვენი პროტესტი არ არის შედეგზე ორიენტირებული, და არის მხოლოდ იმაზე, რომ მე დავამტკიცო, მე ვარ მაგარი და მე ვარ მართალი და სხვა არის მტყვანი, ხო, ესე იგი ჩვენ ამით შედეგებს ვერ მივახცევთ. ჩვენ და კონსტრუქციულად მოვახდინოთ კონსტრუქციული პროცესების შექმნა რა.
კოდ აი დესტრუქციაზე უნდა ვთქვა უარი რა. აი ეს არის. და ვიყოთ კონფლიქტში ერთმანეთთან, მაგრამ ესე იგი ეს კონფლიქტი მოვახდინოთ აი კონფლიქტის მაქსიმალურად გამოწვევა, ესე იგი მისგან იმ რესურსებს, რომ თლიანად სისტემას პირიქით დესტრუქციაზეა დაფუძნებული ყველაფერი და დესტრუქციით აგერ ერდოღანას შეეშალა რაღაცა თქვა, ხო? ნუ გავამწვევთ, წავიდეთ და ახალი რაღაც კონცეფცია შექმნათ. თურქეთთან ახალი უშუალოდ ურთიერთობები უნდა მომწიფდეს, ესე იგი, ხო? ესე იგი რაღაცა მობილიზება უნდა მოხდა ხალხის, ვინც კომპეტენტური არის რაღაც საკითხებში, სხვა კუთხის ინტერდისციპლინური თვალსაზრისით. დაწყებული პოლიტოლოგები და დამთავრებული გეოლოგებით უნდა იყოს ყველა ჩართული მაგ პროცესში. ყველას დარგს უნდა მიეცეს, ესე თქვა ზემოდან მითითება, გვჭირდება ინფორმაცია საქართველოს თურქეთის თაობაზე. რა შეგიძლიათ ეკოლოგებს, რა შეგიძლიათ იმას, რა შეგიძლია ამ ყველამ თქვენი სიტყვა თქვით, ხო? იმიტომ რომ ახალი სტრატეგიებია საჭირო. ჩვენ გვიყენებენ ესე ყველანაირად, მაგრამ ჩვენ მეზობლებს ვერანაირად ვერ ვიყენებთ. აი ეს არის უბედურება. ნუ ვერ ვიყენებთ რა. ბერატობა ნაკლებად ვიდრე ისინი ვიყენებთ. კი, ვერ ვიყენებთ. ჩვენ სასარგებლოდ ვერ ვიყენებთ რა. ხო, ვერ ვიყენებთ. ხო. აქედან, იქიდან შეიძლება ამ ტრანსპორტის შემოშვება, აქედან არ შეიძლება. იქიდან შეიძლება ხალხის შემოსვლა და დასაქმება და აქედან ხო, აი ესეთი სიტუაცია არის და ნუ უსამართლო პოლიტიკა არის ეს ყველაფერი. უნდა ითქვას ეს ღიად, უნდა ითქვას, რომ და უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენ ღიად. კი, მადლობა. და მე ხო, ნუ მე უნდა ფაქტობრივად ნახოთ თუ გამოხმაურება ეხება ამას რამე შესაბამისი სტრუქტურებიდან და ესე იგი ინტერესი უნდა გაჩნდეს რა. ინტერესი უნდა ქონდეს საკუთარი ქვეყნის, აი როდესაც საქართველოში მართლაც რითაც გამოირჩეოდა საქართველოს იგივე საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ხომ ამ მეცნიერებით და დღეს ეს აღარ გვაქვს და უამრავი პროფესიონალი ყავს და რომლებიც საჭირო აღარ არიან, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს. ეს არ არის სახელმწიფოს კურსი, სახელმწიფოს ინტერესიდან ამოიღეს უკვე ეს ცნება. და აი ამას როგორ უნდა ვუშველოთ? კი, ვისაუბროთ, მაგრამ თუ პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ პოლიტიკას, რომელიც ძირგამომთხრელი არის ქართული მეცნიერებისა და ხელოვნებისა, ხო? ესე იგი, ეს პოლიტიკური ორგანიზაციები ემსახურებიან გარე სპეცსამსახურების ინტერესებს, რა. ეს არის დამტკიცებული თეორიული მესიჯი და არა დაუშვათ ზოგადი საუბარი, რა. თუ კიდე მოსპოერი უნდა მოусვო მას ინტელექტუალური ელიტა, რა. მეცნიერება პირველ რიგში. კი ბატონო, და საქართველოს სადაც არ არის მრეწველობა, არაფერი არ არის, არაფერი არ კეთდება და არაფერი არ არის და მეცნიერ რაში გამოიყენა. და გეუბნებიან რომ არ არის საჭირო, ნუ არ გეუბნებიან, მაგრამ ქმედება იგივე არის, ხო? არ გჭირდება. არა და ხო, ნუ აი მე ვფიქრობ რომ რაღაცა პოზიტიური ძვრები არის, მე ვხედავ. რაში ხედავთ ამ პოზიტიურ ძვრებს? რაში ვხედავ? ვისგან ხედავთ ამას? ხო, ნუ ვხედავ მე იმისგან ვხედავ რომ ესე იგი გარკვეული ასე თქვათ მობილიზება თვითონ მეცნიერებმა დაიწყეს რა. თვითონ მეცნიერება დაიწყეს. კი, თვითონ მეცნიერება დაიწყეს და ვიზა გითხრათ რომ მაგალითად საქართველოში დღეს აი ეს მეცნიერებათა აკადემიაც უფრო აქტიური გახდა. ვიდრე იყო. დიახ. ხო, და დამოუკიდებელი მეცნიერებათა აკადემიებიც გააქტიურდნენ რა. მინდა დავასახელო აი ხო აფხაზეთთან არის ორი აკადემია, მეცნიერებათა აკადემია, აფხაზეთის და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ფაზისის აკადემია. ხო, ძალიან სერიოზულ მესიჯებს ბოლო დროს ასე ვთქვათ აკეთებს და ძალიან დიდი რაოდენობით არის ფაზისის აკადემიაში გაერთიანებული მეცნიერი და ეს ძალიან სერიოზული უშუალოდ ინტელექტუალური პლანზია ეროვნული რა. ხო? სხვა ჯგუფებიც არსებობს, ცალკეული ინსტიტუციები არსებობს რა. მე მიხარია რომ მაგალითად უნივერსიტეტებმაც ხო რაღაც ნაბიჯები გადაადგეს, მაგალითად ფსიქოლოგიაზე რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი. თუ დაუშვათ წინა წლებში, ესე იგი ეს ფსიქოლოგიური პროგრამები ტრაფარეპტივით ყველა ესე თქვა ერთმანეთს გავდა და რამის ერთმანეთისგან იწერდნენ და კატასტროფა იყო. დღეს წავიდა ახალი პროცესი, რომელსაც შეიძლება დავარქვა მე ურთიერთშევსების პროცესი. ძალიან ხო, ანუ რომ ერთ მიმართულებას ირჩევს უფრო, მეორეზე კონცენტრირდება და რაღაცა უკვე ეროვნული პოლიტიკა და ეროვნული აზროვნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება შევიდა, ესე თქვა აი ამ სისტემაში. სხვა დარგებში მე ამას ჯერ ვერ ხედავ რა, მაგრამ ფსიქოლოგებში მე ეს დავინახე რა. თუ გადავხედე ესე იგი დავამონიტორე რა მათ პროგრამები. ხო, ესე იგი აი ეს
პოზიტიური ძვებიც რო დავინახოთ რა. ძალიან დიდი რესურსი არის ნინო, ესე იგი ჩვენი ინტელექტუალური დიასპორა რა. ახლა მე ჯერ 2019-ში პანდემიამდე პარლამენტში გავაკეთე სპეციალური მოხსენება ქართული გლობალური უნივერსიტეტი, ესეთი სათაურით რა ეს მოხსენება, რომელიც გულისხმობდა ზუსტად ელექტრონული სისტემის შექმნას, ასე ვთქვათ, რომელიც გააერთიანებდა ჩვენ ინტელექტუალურ რესურსებს. რა მექანიზმი რაღაცა მოკლედ ამაზე არ ითქმის და ამიტომ არ გავაგრძელებ ამას საუბარს, მაგრამ კონკრეტულად ვიტყვი იმას, რომ თუ ჩვენ არ ვიგრძენთ, რომ ესე იგი ახლა იმ რეალობაში რა ჩვენ არა ვართ მხოლოდ ერთი კუნძული, რომელიც აი აქ ვართ რა, არამედ ჩვენ ვართ არქიპელაგი საქართველო. ხო? ყოველივე ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრობს, ხო? ეხლა მეცნიერებაზე და განათლებაზე საუბრობთ. ის არის აი ამ არქიპელაგის ნაწილი. ის არის პატარა კუნძული სადღაც. და შესაბამისად მართვის სისტემა უნდა იყოს არქიპელაგის და არა ერთი კუნძულის. აი ესა რედუქციონიზმი და პრიმიტიული აზროვნება, როდესაც მაკროსისტემა დიდი რეალობაში არსებული მაკროსისტემა დაკავს, ესე იგი პრიმიტიულ ერთ სისტემას. საქართველოს ბევრად უფრო დიდია ვიდრე ვინმეს გონია რა. მოგიგეთ ხო? და სპორტსმენები კიდევ ერთხელ გეუბნებით ამას ამტკიცებენ რა. ხო? გვეხმარებიან ჩვენ რომ გადავრჩეთ. ხო, აი რაშია საქმე ნახეთ, სპორტი ეს ისეთი რამეა, ეს შედის ხელისუფლების ინტერესში, ამის თქმა მინდა რა და თან ჩანს თან ეს გამარჯვების სინდრომი, რომელიც რამდენი ხანია ხო, ცოტა დაგვიბლაგვდა და აი სხვა რასაც რუტინული შრომა ჭირდება, რასაც დრო ჭირდება, ეს არ შედის სამწუხაროდ რა სახელმწიფოს, ანუ ხელისუფლების ინტერესში. ნუ კიდევ ერთხელ ვიძახი რა, ნინო, ესე იგი მოდით ხელისუფლებას ნუ შევხედავთ როგორც მხოლოდ ერთ წერტილს რა. ეხლა ავიღოთ მაგალითად სპორტი, ხო, სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ შემთხვევაში წარმატებულია, იმიტომ რომ ზუსტად იმ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურის სწორი მენეჯმენტის შესაბამისად ესე იგი ხდება პოზიტიური გავითარება. ეს ცალკეული მხოლოდ 1-2 სპორტსმენის დამსახურება ხო არ არის? არ არის, რა თქმა უნდა. ესე იგი ყველაფერი უნდა ვთქვა და მაგრამ სპორტი მაინც სხვა რაღაცაა, უფრო ადვილს არ ვიტყოდი, ადვილი ნამდვილად არ არის, ძალიან შრომატევადია, მაგრამ სპორტი უფრო სანახაობითია, როგორც გითხრათ და უფრო ჩანს და ეს მეცნიერული რუტინა არ არის მოდით ესე იგი ნუ გავწევთ სპორტს. არა, არ გავწევთ. მეცნიერული რუტინა, რატო იცით? იმიტომ რომ დედა და მამა სპორტს და მეცნიერებას ერთი ყავს. ეს არის ქართული მისტერია რა. რა თქმა უნდა. ხო, ქართული მისტერიიდან წამოვიდა სპორტიც, ხელოვნებაც და მეცნიერებაც, ხო? ამიტომ მოდით აი ამას დავუბრუნდეთ. და საერთოდ მისტერია საქართველოს მეთქით. ამიტომ დავუბრუნდეთ იმას იმ პლატას, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, ხო? და გადაკვეთის წერტილებზე ვისაუბრეთ. ხა მე მაგალითად პრაქტიკულად გეტყვით, რომ მე მქონდა მაგალითად ძალიან საინტერესო გუნდთან შეხვედრა. ეს არის ჩვენი ფიზკულტურის ყოფილი უნივერსიტეტი, დღეს ასე ვთქვათ, გარდაქმნები მიმდინარეობს, იქ შენობაზე და რაღაცები, მაგრამ იცით რაზე ვისაუბრეთ? სპორტული არქეოლოგიის გავითარების პერსპექტივებზე. საინტერესო. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ვანის, ასე ვთქვათ, მუზეუმი ავიღოთ, ესე იგი, ვანის გათხრები და ესე იგი, ავიღოთ გონიო აფსაროსის სპორტის კვალი არის ისტორიული. სპორტი არის დღეს პრიორიტეტებში, მოდით რა სპორტულ მეცნიერებას მივხედოთ რა. ხო? სპორტული ფსიქოლოგია გავავითაროთ, დავეხმაროთ სპორტულ ფსიქოლოგიას, ხო? გავავითაროთ, ესე იგი, შევქმნათ სპორტის მუზეუმი ძლიერი საქართველოში, ხო? არ არის რეალისტი ჩვენი სპორტსმენები, რომ ძლიერი და საამაყო სპორტის მუზეუმი არსებობს ქვეყანაში? ხო? აი ეს არის რეალური იდეები და მოდით ნუ ჩავაჩოჩებთ ის ცალკე, არა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოკლედ საქართველოს იმდენი პრობლემა აქვს და ყველა პრობლემა პრიორიტეტულია და ყველა იმდენი შესაძლებლობები აქვს დინო საქართველოს. ეს პრობლემები უნდა იყოს სადესერტო რა. სადესერტო. თუმცა მართვის სისტემა ავაწყეთ. თუ ავაწყეთ, საქმეც ეგ არის. ძალიან არ ვაწყენინეთ რა და სიცოცხლე არ მოусვეთ ესეთი უხეში ურთიერთობით. დიდი მადლობა ალექსანდრე საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დრო ამოიწურა. სტუდიაში იყო ბატონი ალექსანდრე რუსეტკი, მეცნიერება მისახედიან ნამდვილად ერთაზროვნა ცალსახად. დიდი მადლობა ნახვამდის და მე ვემშვიდობები ჩემს მაყურებელს და მსმენელს მომავალ პარასკევამდე. დროებით.